გამარჯობათ, მე მქვია გვანცა. მე ვარ პროფესიით უცხოენების სპეციალისტი, მაგრამ გადავწყვიტე მოვამზადო ეს ვიდეოები, რომ დავეხმარო ქართველ აფაზის პაციენტებს ენის აღდგენაში და გაუმჯობესებაში. რა თქმა უნდა, უცხოენის შესწავლა განსხვავდება საკმაოდ მშობლიური ენის შესწავლისგან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი მიდგომები და ვარჯიშები, რაც გვეხმარება უცხოენის შესწავლაში, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ აფაზიის პაციენტებზე. მე ეს ვიდეოები ასევე შევადგინე ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ სიატლში არსებული ერთ-ერთი რეაბილიტაციური ცენტრის მთავარი ლოგოპედის ბრი ფარლის დახმარებით. მას აქვს შედგენილი ბევრი ვიდეო აფაზიის პაციენტებისთვის და მისი დახმარებით და მითითებით მე ზოგი მისი იდეები გადავიწერე, გადავთარგმნე და იმედია, რომ ქართველ პაციენტებს ეს ვიდეოები რაღაცაში დაეხმარება. დღევანდელი გაკვეთილი განსხვავებულია სხვა გაკვეთილებისგან. თუ თქვენ ჩემი სხვა ვიდეოები გაქვთ ნანახი, ალბათ იცით, რომ ეს სხვა ვიდეოები არის თემატურად დამზადებული. იქ ძირითადად ჩვენ ვიმეორებთ სიტყვებს თემატურად. არის ვიდეოები, სადაც ვიმეორებთ საკვებს, ვიმეორებთ ხილს, ბოსტნეულს, ავეჯს, ტანსაცმელს, ამინს, ასე შემდეგ. ამ ვიდეოში კარგი გავიმეორებთ ჩვენ კინოების სახელებს და სიმღერებს ამ კინოებიდან. მე ძალიან ვისიამოვნე ამ ვიდეოს შედგენით, იმიტომ რომ გამახსენდა ჩემი ბავშვობა, ბევრი ფილმი, რომელიც უკვე დიდი ხანია რომ აქვს ნანახი, ეს ფილმი, იმ ფილმების სახელები, იმ ფილმების რეჟისორები, მსახიობები, რო ჩამოვწერე, მოკლედ ძალიან ბევრი სასიამოვნო გახსენებები აღძრა ჩემში. აღმოჩნდა, რომ ბევრ აფაზის პაციენტს შეუძლია კინოების სათაურები გაიხსენოს, განსაკუთრებით თუ მივაწვდით პირველ სიტყვას, იმიტომ რომ ტვინს ეს სათაური მთლიანად ერთდროულად აქვს დამახსოვრებული. და აფაზის სავარჯიშოების წიგნებში არის რეკომენდირებული ამ სავარჯიშოს გაკეთება. თანაც მგონი გავერთობით ამ კინოების სათაურების დასახელებით. აბა დავიწყოთ. ეს ფილმი გამოვიდა 1956 წელს. ერთ-ერთი ძველი ფილმია, ისტორიული და აბა თუ გახსოვთ, რა ქვია ამ ფილმს, მე პირველ სიტყვას გეტყვით, ბაში, მართალია, აჩუკი, ბაში, აჩუკი. აბა თუ გახსოვთ მსახიობების და რეჟისორის სახელები ამ ფილმში, ვინც მონაწილეობს. ესე იგი, რეჟისორია ლეო ესაკია, მსახიობები ოთარ კობერიძე. შეიძლება არ გახსოვთ მისი სახელი, არაუშავს თუ არ გახსოვთ. და ქალი მსახიობის მთავარ როლში თამაშობს ლია ელიავა. და ასევე მთავარ როლშია მედეა ჩახავა. მართალია, ჩახავა. სიმღერაცაც მოусმინოთ, თუ გინდათ ამ ფილმიდან, დარწმუნებული ვარ, რომ გაგიხარდებათ ამ სიმღერის მოსმენა. აბა მოусმინოთ. და გვერდზე მაქვს დაწერილი სიტყვები, თუ გაქვთ წერა-კითხვის უნარი, კარგი იქნებოდა, რომ ასევე წაიკითხავდეთ ამ სიტყვებს. Adriana Danates, che dice c'è di fare o, c'è da gristelle di che
აბა ჩვენ თვითონ ვიმღეროთ ეს სიმღერა. მე გამოგიტყდებით, რომ კარგი მომღერალი არა ვარ. საკმაოდ მცხვენია კიდევაც ახლა თქვენთან ერთად სიმღერა, მაგრამ თქვენი ხათრით ვიმღერებ. ესე იგი, ყველა ხაზის წინადადების პირველი რამოდენიმე სიტყვა ჩამდაწერილია, მაგრამ თქვენ უნდა დაასრულოთ და გაიხსენოთ ბოლო სიტყვა. აბა ერთად ვიმღეროთ, თუ შეიძლება. რამადლიანად ანათებს შენი მზე შენი თვარეო შენ რა დაგდის ცრემლები შენ კი შემოგევლები ჩემო სამშობლო ხარეო ორჯერ გავიმეოროთ შენ რა დაგდის ცრემლები შენ კი შემოგევლები ჩემო სამშობლო ხარეო ოჩახ გავაგრძელოთ ცაფირუს ხმელეთ როგორ მთავრდება ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო ოჩახ გაიხსენეთ ეს სიტყვები გადავიდეთ ახლა შემდეგ ფილმზე ეს ფილმი გამოვიდა 1958 წელს აბა თუ იტყვით ამ თარიღს კარგი იქნება 1958 წელს 58 ამ ფილმს ქვია საბუდარელი ჭაბუკი მართალია საბუდარელი ჭაბუკი აბა გავხედოთ ვინ არის აქ მთავარ როლებში ვინ თამაშობს რეჟისორი შოთა მანაგაძე მსახიობები სესილია გაიხსენეთ თაყაიშვილი სესილია თაყაიშვილი ბუმბერაზი მსახიობი ბელა ეს გოგონა ამ ახალგაზრდა გოგოს როლში თამაშობს ბელა მირიანაშვილი თუ არ გახსოვთ ეს სახელები არა უშავს და ჩვენი ყველაზე საყვარელი სასაცილო იპოლიტე ხვიჩია საბუდარული ჭაბუკიდან ასევე გახსოვთ ალბათ ულამაზესი სიმღერა ჩემი საყვარელი სიმღერა და ეს სიმღერა ეს ვიდეო ძველი ვიდეო მოვნახე YouTube-ზე გოგი დოლიძის და ეკა მამალაძის შესრულებით ეს გადასარევი ჩანაწერია ხარისხის შედარებით არ არის ისეთი კარგი იმიტომ რომ ძველი ვიდეოა მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს აქვს ეს სიმღერა მოსმენილი გოგი დოლიძის და ეკა მამალაძის შესრულებით
გულსრად მიგლავს მე სიცოცხლე ჯერ არ დამიმატავრებია მე ხომ გულით ვიხები გული ჩემი დალებია გოგო მე შენს მედი Varuli şeçimde bulaşır Anacalara gagida Go meşen semedi Varuli şeçimde bulaşır Anacalara gagida Samtarina matov samatzebis Cerada imutavarebia Horubeliro Ulasdamatzebis Ego khom shemitvarebia Somebody, Sigamaruli shene chemz bulashi, Hada jalada gagita. Chemz bulashi, Hada jalada gagita. აუφ, რა მაგარი სიმღერაა. სულ მაჟრიალებს ამ სიმღერას რო უსმენ. გოგი დოლიძესა ვითხოვ, იმის მერე არ ვიცი, ქართულ ესტრადას თუ ყოლია ეგეთი ადამიანი. აბა ეხლა ვეცადოთ და ერთად ვიმღეროთ ნაწილი ამ სიმღერისა. როგორც გაგაფრთხილეთ, მე კარგი მომღერალი არა ვარ, მაგრამ სიტყვების გახსენებაში მაინც დაგეხმარებით ამ ჩემი ცუდი სიმღერით. გავიმეოროთ. ესე იგი ესე იწყება. გულსრად მიგლავ მე სიცოცხლე ჯერ არ დამიმტავრებია მე ხომ გულით ვიხედები გული ჩემი თვალებია ოჩა გოგო მე შენს მეტი ჯერ
არავინ ყვარებია სიყვარული შენ ჩემს გულში ხანჯლად გაგიტარებია ოჩახ გადასარევი სიმღერაა გადავიდეთ შემდეგ ფილმზე ეს ფილმი გამოვიდა 1961 წელს აბა თუ იტყვით ამ თარიღს 1000 გაიმეორეთ 1961 წელს მაგარი სასაცილო ფილმია დარწმუნებული ვარ გახსოვთ ამის სათაური ბურთი და მოედანი მართალია მოედანი ბურთი და მოედანი და გაიმეორეთ მთელი სათაური ბურთი და მოედანი რეჟისორი გუგული მგელაძე მსახიობები იპოლიტე ხვიჩია სწორია და იპოლიტო ხვიჩიაზე ალბათ გახსოვთ ჩემ ბავშვობაში მახსოვს რომ იყო ესეთი ლექსი დაწერილი იპოლიტე ხვიჩიაზე და მოდი ეს ლექსიც გავიმეოროთ იპოლიტე როგორ მთავრდება ეს წინადადება იპოლიტე ხვიჩია სწორია ფეხბურთელი ბიჭია სწორია გაიტანა გოლი გაახარა ცოლი ოჩახ იპოლიტე ხვიჩია ფეხბურთელი ბიჭია გაიტანა გოლი გაახარა ცოლი ეს რა პროდუქტიული პერიოდი იყო ესე იგი ყოველ წელს რამოდენიმე ფილმი გამოდიოდა ამ 60-იან წლებში განსაკუთრებით 1964 წელს გამოვიდა შემდგომი საყვარელი ყველასთვის საყვარელი ფილმი ჯერ გავიმეოროთ თარიღი 1964 ესე იგი 1964 წელს გამოვიდა ეს ფილმი რომელსაც ჰქვია თოჯინები და თქვენ დაასრულეთ აბა ეს სათაური თოჯინები იცინიან მართალია თოჯინები იცინიან რეჟისორი ნიკოლოს სანიშვილი და მსახიობები ისევ ასე ბევრ ფილმში ამ პერიოდის ბევრ ფილმში თამაშობს იპოლიტე ხვიჩია სესილია თაყაიშვილი და ეროსი ასევე უდიდესი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე
ლაძე. როგორც შეამჩნიეთ, მიყვარს ასევე სიმღერების გახსენება ამ ფილმებიდან. თოჯინების ბიიცინიან ამ ფილმში ყველასთვის საყვარელი სიმღერა არის თოლია. თუ გინდათ ამ სიმღერასაც მოვუსმინოთ უცებ. ახლა Confida gamifrindi სპოტიში. Როგორც თოლია ინდი მინდი ფერაშინდი ბაგეკონია აი რა უცებ გამიფრინდი რა შოსახლელი ჩამიტოვე თვალში მინდი გულში ნახველი თოლია სადაფრეს ფანფარეს დაბინიცის შენ იქნებ სულფა საფარეს ბევრი შევწალვის არა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლი ამისანა არიფონია Valta scelta e la reta la melodis Vecina da pegare tate dicendo di La tolia stata preso a fares Da vinitis Cenik ne supa safare Deșen zimis tași vede Uși conia Tegintia gaști gete asembonia Camil vihata matfane Mai tipovi Chagi kotni la matfale Troța tipovi Tolia Sada prespafares Da vinitis Cenik ne supa safare Cemon fida gamifrindi Rogotolia Hindi mindi peracidi Mageconia Cemon ეხლა ერთად ვიმღეროთ ეს სიმღერა ჩემის დახმარებით. შემოხდი და გამიფრინდი როგორც თოლია ინდი ფინდი ფერად შინდი თალია ბაგეკონია ვაირა უცებ მიფრინდი თალია გამიფრინდი რა შორს წახვედი ჩამიტოვე თვალში ბინდი გულში ზეიწყება გულში ნახველი ძალიან კარგი. ახლა ვნახოთ შემდეგ სლაიდზე რა ფილმი დავწერე, აღარ მახსოვს, გავიხსენოთ ერთად. ესე იგი, ესეც 60-იან წლებში გადაღებული 1968 წელს. თქვით 1968. ესე იგი, რა პროდუქტიული პერიოდი დეკადა იყო 60-იანი წლები. რამდენი მაგარი ქართული ფილმი გამოვიდა ამ პერიოდში. ამ ფილმს ქვია არაჩვეულებრივი რა ქვია? გამოფენა. სწორია. გამოფენა. არაჩვეულებრივი გამოფენა. ელდარ შენგელაია რეჟისორი და მსახიობები გურამ. აგულის როლს თამაშობს გურამ თუ არ გახსოვთ არაუშავს, ნერვიულობთ. ლორთქიფანიძე.
ლორთქი ფანიძე. გრძელი გვარია. ლორთქი ფანიძე. და პიპინიას როლს თამაშობს ვასილ ჩხაიძე. თუ არ გახსოვთ ეს გვარები, ნამდვილად არ ინერვიულოთ. არ არის პრობლემა. ვასილ ჩხაიძე. 1970 წელს თქვით აბა 1970 1970 წელს გამოვიდა ეს ფილმი კონსტანტინე გამსახურდიას წიგნზე დაყრდნობილი. ამ ფილმს ჰქვია დიდოსტატის მარჯვენა. მართალია. მარჯვენა. დიდოსტატის მარჯვენა. ამ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ თენგის აბა თუ გახსოვთ მისი გვარი თენგის არჩვაძე და ოთარ, ეს გრძელი გვარია, ამის გამოთქმა შეიძლება გაგიჭირდეთ. ოთარ მეღვინე თუხუცესი. ძალიან გრძელი გვარია ეს. მეღვინე თუხუცესი. მეღვინე თუხუცესი. ესე იგი 70-იანი წლებიც ძალიან ბევრი ქართული ფილმი გადაიღო 70-იან წლებშიც, ასევე როგორც 60-იან წლებში. 1973 წელს გამოვიდა ეს ჩვენი საყვარელი ფილმი, რომელიც რომ იყო პირველი მიუზიკლი ქართულად გადაღებული. აბა თავიდან ჯერ თარიღი გავიმეოროთ. 1973. თქვით 73. ესე იგი ამას ქვია ვერისუბნის მელოდიები. მართალია. მელოდიები. ვერისუბნის მელოდიები. ამ ფილმში რეჟისორი არის გიორგი შენგელაია, ედგარ შენგელაიას ძმა. მთავარ როლებშია ვახტანგ კიკაბიძე. მართალია. კიკაბიძე და სოფიო ჭიაურელი. სოფიო ჭიაურელი. ვერისუბნის მელოდიებში არის ბევრი ძალიან კარგი სიმღერა, მაგრამ ამ ყველა სიმღერიდან ყველაზე ადვილი გასახსენებელი ალბათ არის ანა ბანა. შეშამოგვიტანა ანა რისხოს მამა ჩვენისთანა ბანა რისხოს მამა ჩვენისთანა ანა ბანა მამამ შეშამოგვიტანა ჰეი
სულთანათა ჩვენი მთელი ბინა სუსხი ვეღარ შემოგვიღებს გარს უფლის პირას ჩამორდებით ფილად დაბას ვიწყეთ მოგის გიზეას ანაბანა მამამ შეშამოგვიტანა ანაბანა ვისყავს მამა ჩვენისთანა რამე ჩვენს მოვაქერხოთ შეშამაინს გავხერხოთ ანაბანა მამამ შეშამოგვიტანა ჰეი Anabana, mama, sheşamogwitana. Anabana, visqos mama, trenistana. Anabana, mama, sheşamogwitana. Hey. შეშამაინს გავხერხოთ ანაბანა მამამ შეშამოვიტანა მოდი ახლა ვიმღეროთ ეს სიმღერა ანაბანა, ისევე როგორც ვიმღერეთ სხვა სიმღერები ამ გაკვეთილზე. ეს სიმღერა ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია, რახან ჩემ ქალიშვილს ჰქვია ანა და ბავშვობაში ყველანი ვეძახდით ანაბანას. ესე იგი, ერთად ვღერივართ, გაგფრთხილებთ, რომ მე არა ვარ კარგი მომღერალი. Ana, bana, vi mamam shesha, mogvitana, ana, bana, visqavs mama Venistana Anabana bana mamam shesha mogvitana Ana bana visqavs mama Venistana ყოჩა. გავაგრძელოთ ახლა ჩვენ გადავხედოთ სხვა ფილმებს, რომელიც 70-იან წლებში გადაღებული თუ არის კიდევ ფილმი არ ვიცი, აბა ახლა ვნახოთ რა მაქვს ჩაწერილი. ესე იგი, ამ გვერდზე და ამ შემდგომ რამდენიმე გვერდზე მე უბრალოდ ჩამოვწერე ანბანის მიხედვით სხვადასხვა ქართული ფილმის სათაურები. ეს უკვე აღარ არის იმის მიხედვით, რომელ წელს არის გამოსული, არამედ ანბანის მიხედვით არის შედგენილი ეს სია. აბა ვნახოთ რამდენი სათაური გახსოვთ. აბესალომ და ეთერი მართალია. ათოვდა ზამთრის ბაღებს აკაკის აკვანი გავაგრძელოთ. ამბავი სურამის ციხისა
ციხისა ბეღურების გადაფრენა გლახის ნამბობი დაკარგული სამოთხე ვინ შეკაზმავს ცხენს ზოგი ჭირი მარგებელია თეთრი ბაირაღები იყო შაშვი მგალობელი იმერული ესკიზები შეიძლება არ გახსოვთ ბევრი ეს სათაური, გააჩნია თქვენ რა თაობას ეკუთვნით, ეს შედარებით უფრო ძველი ფილმებია, მაგრამ თუ ვერ იხსენებთ ამ სათაურებს, რა თქმა უნდა, მაგაზე ინერვიულებთ. ეს უბრალოდ სავარჯიშოდ არის გაკეთებული ეს გაკვეთილი და გასართობად. თავარია თქვენ გაიმეოროთ ეს სიტყვები, თუ შეგიძლიათ, თუ თქვენ თვითონ ვერ იხსენებთ. აბა გავაგრძელოთ, აქ გვაქვს მაგდანას ლურჯა მაცივარში ვიღაც იჯდა მე ვხედავ ზეს მე ბებია ილიკოდა ილარიონი მთვარის მოტაცება მოიტაცეს თამარ ქალი მშობლიურო ჩემო მიწავ ნატვრის ხე ოთარანთ ქვრივი რაჭა ჩემო სიყვარულო რაც გინახავს ვეღარ ნახავ როცა აყვავდა ნუში რაიკომის
მდივანი მდივანი სიყვარული ყველას უნდა სიყვარული ყველას უნდა სხვისი შვილები უდიპლომო სასიძო უძინართა მზე ყველაზე სწრაფები მსოფლიოში შეხვედრა მთაში ჩვენი ეზო ცისფერი მთები ცისფერი მთები ხარებადა გოგია ხევსურული ბალადა ეს მგონი ბოლო რამოდენიმე მაგალითია თორე გადაიღლებოდით ამდენი კინოების დასახელებით ხევისბერი გოჩა ჯარისკაცის მამა და ღვინის ქურდები ეს ბოლო მაგალითი იყო იმედია თქვენც ისევე სიამოვნეთ ამ გაკვეთილით როგორც მე ძველი ფილმების გახსენება ძველი ფილმების აფიშების მონახვა სიმღერების მოსმენა ეს ყველაფერი ჩემთვის იყო ძალიან სახალისო ასე რომ იმედია თქვენც იხალისეთ და როგორც ყოველთვის მინდა რომ პირობა მომცეთ რომ თქვენ ყოველდღიურად გააკეთებთ რაღაც ვარჯიშებს არ არის საჭირო ჩემი ვიდეოების ყურება მაგრამ ან რველში ჩაწერილი სიტყვები გადაიკითხეთ ხშირად ან ყველა ოთახში დაასახელეთ რასაც ნახულობთ, რასაც ხედავთ, თავს ძალა დაატანეთ და ეცადოთ, რომ გაიხსენოთ ეს სიტყვები. აბა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და მადლობა ყურადღებისთვის.